გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო, შემოგთავაზებთ სპეციალურ გადაცემას. დღეს ჩვენთან ერთად არის სამხედრო ექსპერტი გენერალ-მაიორი ტრისტან წითელაშვილი. გამარჯობა ბატონო ტრისტან. მოგესალმებით. რა მაინტერესებს იცით? რომელი საერთაშორისო არიან ჩართული სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში? შეგიძლიათ ამაზე მიპასუხოთ? რაც შეეხება ახლა საელჩოებს, რომელი საელჩოების ეს არის საქართველოში დისლოცირებული, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ამ საელჩოებმა უკვე პირდაპირ ჩამოიხსეს ნიღაბი. Absolutely. ყველა ელჩები მე ჩამოგიტყვით ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, საფრანგეთის ელჩი, გერმანიის ელჩი, ინგლისის ელჩი. აი ეს 4 საელჩო, განსაკუთრებით 4 საელჩო არის ჩართული ამ პროცესებში. ისინი თუ ადრე მოქმედებდნენ შენიღმულად და რაღაც გარკვეულ, ესე იგი, რაღაც შენიღმებს აკეთებდნენ და არ ჩანდნენ დაუშვათ აი ამ პროცესებში, რომელი პროცესების მიმდინარეობდა და მიმდინარეობს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიმართულებით, ეხლა ისინი პირდაპირ გამოვიდნენ, მათ შორის ევროკავშირის ელჩიც. ისინი პირდაპირ გამოვიდნენ უკვე წინა ხაზზე და ფაქტიურად უკვე ისინი იძულებული გახდნენ, რადგან აი ამ შენიღმით და რაღაც ამ შეფუთული სცენარებით მათ არ გამოდიოდათ არაფერი და უკვე თავიანთ აი ამ რომ ვიტყვი აგენტურას უკვე ჩაუდგნენ სათავეში და თქვენ წარმოიდგინეთ არათუ მარტო ეხლა ნახეთ ეს ხუთი საელჩოს ეს როგორც ელჩები ასევე მათი სპეცსამსახურები უკვე ფუნდამენტურად მუშაობენ საქართველოში და იმუშავეს და ძალიან დიდი აი რომ ვიტყვი მთელი ეს პერიოდი დიდი სამუშაოები ჩაატარეს იმისათვის რომ საქართველოში მოახდინოს სახელმწიფო გადატრიალება ვინაიდან მათმა ვერ შეძლეს და ვერ მოახერხეს საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა აეწიათ და გარკვეული ხალხთა რაოდენობა გამოეყვანათ ქუჩაში იმისათვის რომ საპროტესტო აქციები მშვიდობიანი გზებით წარემართათ გადავიდნენ ძალადობრივ გზებზე და არასდროს მათ მშვიდობიანი გეგმები არ ქონიათ ამ სახელმწიფო გადატრიალების გეგმებთან დაკავშირებით ისინი ყოველთვის მოქმედებდნენ ძალადობრივი გზებით თქვენ კარგად მოგეხსენებათ რომ კანონი მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ ამ აგენტურასთან დაკავშირებით მათ შეეზღუდათ ფინანსები შემდგომ მათმა უკვე გადავიდნენ პირდაპირ ღიად დაიწყეს დიპლომატიური პოსტით და დიპლომატიური ტვირთით თანხების შემოტანა პირდაპირ ქეშის სახით და შესაბამისად ამ ასეთი მეთოდებით გადიოდა თანხები საელჩოებიდან რომელიც საელჩოებს ჩამოთვალე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აი ამ დაჯგუფებებთან რომელი დაჯგუფებებიც მათ ყავთ დღეს საქართველოში ეხლა ნახეთ რა ხდება რატო მე დღეს ასე საგანგებოდ ჩვენ შევიკრიბეთ აი ამ ტელევიზიაში და მით უმეტეს 4-ში ეხლა არჩევნები არის და ხმამაღლა უკვე საუბრობენ არათუ მარტო ოპოზიციის პარტიის ლიდერები არ არის ისინი ოპოზიციური პარტიის ლიდერები ეს არის ტერორისტული ორგანიზაციები ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობით რომელი ტერორისტული ორგანიზაციების დღეს პირდაპირ ღიად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას ჩვენ 4-ში უნდა გადავატრიალოთ ეს ქვეყანა, უნდა ჩამოაგდოთ ხელისუფლება. ეხლა ნახეთ, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანიის შტატების საელჩო, გერმანიის საელჩო, საფრანგეთის საელჩო, ინგლისის საელჩო, ევროკავშირის საელჩო, თავიანთი ელჩებით, ხო? პირდაპირ დაიწყეს მოქმედება და ღიად უკვე მოქმედებენ სახელისუფლების წინააღმდეგ. ეხლა რა ხდება? მე ადრე ვაკეთებდი განცხადებას, რომ საქართველოსთან გავიდნენ ჯგუფები და ამ საელჩოების საშუალებით გავიდნენ ჯგუფები საქართველოსთან, იყო ინგლისში იყო ზონდერ ჯგუფები გაყვანილი, რომელმაც ზონდერ ჯგუფებმაც გაიარეს მომზადებები ძალადობრივი გზებით, როგორ უნდა იმოქმედონ ხელისუფლების წინააღმდეგ. ასევე ლიეტუვაში გაიყვანეს სტუდენტები და ამ სტუდენტები მოამზადეს იმ მიმართულებით, როგორ უნდა შექმნან პროვოკაციური ფონი სააქციებზე როგორ უნდა დაუპირისპირდნენ პოლიციას როგორ უნდა გამოიყვანონ წყობრიდან პოლიციელები აი ეს ტრეინინგები გაიარეს უკვე ლიეტუვაში ეს ჯგუფები შემოსულია უკვე საქართველოში მეცაც გეტყვით ეხლა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დახმარებით და მათი ესე იგი ორგანიზებით საქართველოში შემოიყვანეს იგილის ტერორისტთა ჯგუფი იგილი ეს არის ტერორისტული დაჯგუფება არის რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მის ზედამხედველობის ქვეშ შემოიყვანეს და მათ ისინი განათავსეს კონსპირაციულ ბინებში გერმანიის საელჩო
მოახერხა და შემოიყვანა პოლონეთში მომზადებული ზონდერ ჯაჯგუფებები. მე თვითონ პირადად გავხდით პოლონეთში, ვინაიდან მე მაინტერესებდა თუ სად ხდებოდა მათი მომზადება. არის პოლონეთში ესეთი კერძო სამხედრო ბაზა ესა, სადაც მოამზადეს საქართველოსდან გაყვანილი ზონდერ ჯგუფები აი ამ კერძო სამხედრო ბაზაზე. და ამავდროულად კიდევ იქ არის ოფისები გახსნილი, ნაციონალურ მოძრაობას აქვს ოფისები გახსნილი, სამობილიზაციო ოფისები, სადაც ფაქტიურად მთლიანად ხდება ამ ჯგუფების მობილიზება და ეტაპობრივად საქართველოში შემოყვანა. ამათი შემოყვანის ისა უკვე დამთავრდა გეგმა, ისინი ეტაპობრივად შემოიყვანეს საქართველოში, გერმანიის საელჩოს დახმარებით უკვე შემოვიდა ეს პოლონეთში მომზადებული ზონდერ დაჯგუფებები და არიან უკვე ისინი იმყოფებიან საქართველოში. ასევე საფრანგეთის საელჩო და ინგლისის საელჩო. ინგლისის საელჩო შემოიყვანა სწორედ ის ინგლისში მომზადებული ზონდერ დაჯგუფებები, რომელიც ინგლისში გაიარეს მომზადება და დღეს აქ არიან საქართველოში უკვე. ასე რომ ისინი კომპლექსურად არიან ჩართული უკვე ამ პროცესებში, ისინი პირდაპირ მათი გეგმები არის, მათი მიზანი არის, რომ ეს ზონდერ დაჯგუფებები, ეს ტერორისტული დაჯგუფებები, რომელიც დღეს იმყოფებიან საქართველოში და არიან განლაგებული სხვადასხვა რაიონებში, კონსპირაციულ ბინებში, ისინი უშუალოდ ხელმძღვანელობენ ამას ყველაფერს აბსოლუტურად. ელჩები, კიდევ ვიმეორებ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, საფრანგეთის ელჩი, ინგლისის ელჩი, გერმანიის ელჩი და ისა ევროკავშირის ელჩი. აი ესენი არიან უშუალოდ მეთაურები უკვე ამ ტერორისტული დაჯგუფებების. ანუ ისინი დიპლომატები კი აღარ არიან უკვე. ისინი ელჩები კი არ არიან. ისინი არიან ზონდერ ჯგუფების და ტერორისტული ჯგუფების მეთაურები, რომლებიც უკვე მათი ისინი ხელმძღვანელობენ, რომელი დაჯგუფება სად უნდა გავიდეს, ესე იგი მიმართულებით უნდა იმოქმედონ და რომელმა დაჯგუფებამ დაუშვათ აი ესე ფართო მასშტაბიანი მიტინგის დროს ვინ უნდა მოკლას. და ამ ლიკვიდაციის საფუძველზე როგორ უნდა მოახდინონ მასიურად გამოყვანა საზოგადოების ქუჩაში. აი ეს არის მათი მიზანი და ფაქტიურად მათმა უკვე ეს გეგმები უკვე კლიანობაში დალაგებული აქვთ და ერთადერთი დარჩათ ახლა 4-ში და ასევე კიდევ შესაძლებელიც არის და არის ინფორმაცია რომ მათმა შეიძლება თვითონ საარჩევნო უბნებში მოახდინონ გარკვეული დაპირისპირებები და არეულობები, რომლისთვისაც ისინი მათ ჯგუფები ყავთ. და ნახეთ ახლა რა ხდება. როდესაც ესენი ეს სექტანტური დაჯგუფება, ნაციონალური მოძრაობა, ტერორისტული დაჯგუფება და ეს კლიანად ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ფლანგი გამოიყვანს ქუჩაში ხალხს და მათ შორის აქცენტიათ გაკეთებული ახალგაზრდებზე და შესაბამისად იცი მთავრობის სახლის შეიგრიბებიან, აი იქ უკვე დაიწყება მოქმედება. მოქმედება დაიწყება სწორედ ამ მომიტინგეების წინააღმდეგ აი ამ საელჩოების მიერ შემოყვანილი ზონდერ დაჯგუფებების ხალხის წინააღმდეგ. და ამავდროულად არის აქვთ ესეთი გეგმაც, რომ მათ აქვთ ორი ჯგუფი, რომელი ჯგუფებმაც შეიძლება გადაეცვალონ პოლიციის ფორმა და შეერიონ პოლიციაში ამ არეულობის დროს და ამ დროს შეიძლება მოხდეს რომელიმე ახალგაზრდის ლიკვიდაცია. რომ დააბრალოთ, თვითონ პოლიციელმა მოკლა ახალგაზრდა მომიტინგე, მშვიდობიანი მომიტინგე და ამაზე ატეხავენ ერთ ამბავს, დაიწყება საერთაშორისო სკანდალები და დაიწყება საზოგადოების მობილიზება საქართველოში, ყველა რეგიონიდან და რაიონიდან და დაიწყება სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება. ხო, ეს იგილის ტერორისტები, რომლებიც ხარ შემოყვანილი ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათი ამოცანა არის კონკრეტულ ის შემთხვევით კი არ იყოს შემოტანილი ასაფეთქებელი საშუალება გექცოდენი. სწორედ იმისთვის იყო შემოტანილი, რომ კონკრეტული პიროვნებები აეფეთქებიათ. კონკრეტული პიროვნებები აეფეთქებიათ ის ადამიანები, რომელი ადამიანების დაუშვათ ახლა მემხედველობაში ხოს უკვე ისეთი ფიგურები, რომელი ფიგურებიც მართლაც გამოიწვევს სერიოზულ მათი ლიკვიდაცია მართლაც გამოიწვევს სერიოზულ აჟიოტაჟს. ამიტომ არის რომ ჩვენ ახლა დღეს ამ საელჩოებს ვერ უწოდებთ საელჩოებს და ვერ უწოდებთ დიპლომატიურ მისიებს, ეს საელჩოები გადასულია პირდაპირ რევოლუციურ გეგმაზე, ეს საელჩოები გადასულია პირდაპირ როგორ განახორციელონ საქართველოში რევოლუცია, იმიტომ რომ ეს არის მათი ბოლო შანსი უკვე. თუ მათმა ახლა 4-ში ვერ მოახერხეს და ვერ ჩამოაგდეს ხელისუფლება, ხო? დამთავრებული საკითხი არის. ჩვენ კარგად ხედავთ უკვე როგორი მიდგომები აქვს უკვე ხელისუფლებას ფაქტიურად იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომელი ადამიანების ხელმძღვანელობენ და აანონსებენ რევოლუციას და მოუწოდებენ საზოგადოებას გადატრიალებისაკენ.
ხო? და ამიტომ ეხლა საზოგადოებაზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული და მე უნდა მიმართო საზოგადოებას და უნდა მოუწოდო იმ მშობლებს, რომელი მშობლების დღეს აი ესე სახე გაღიმებული უყურებენ თავიანთ შვილებს, იცოდეთ, ეს გაღიმებული სახე დაგჭებათ მერე და წუხარებაში გადაგივათ. ნუ გაუშვებთ თქვენ შვილებს იქ და ნუ გონიათ რომ თქვენი შვილები ბრძოლობენ იმისათვის რომ საქართველოს გაანთავისუფლონ. არც ერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება. პირიქით საქართველოს მიდის უბსკულისაკენ თუ იმ შემთხვევაში სწორედ ამ ტერორისტული დაჯგუფებებმა აიღეს ხელში ძალაუფლება გერმანიის ელჩი არის თავი აქვს ეხლა რადგან პირდაპირ დირექტივები აქვს მიღებული გერმანიის კანცლერიდან პირდაპირ დირექტივები აქვს მიღებული იმისათვის რომ საქართველოში ეს არის მათთვის ბოლო შანსი რადგან უკრაინა წაგებული აქვს უკვე და მთელი ძალები რუსეთს მობილიზებული აქვს და არ არის მთელი რაღაც ძალების 30% აქვს რუსეთს მობილიზებული ფრონტის ხაზზე რადგან რუსეთს არ აქვს მაგის დეფიციტი რომ დაუშვათ ცოცხალი ძალა ვერ გამოიყვანოს და ვერ დააყენოს წყობაში და ვერ ჩააბას საბრძოლო მოქმედებაში 30% ეს არის კონტრაქტზე მყოფი მებრძოლები ყავთ მობილიზებული და მიმდინარეობს სპეციალური სამხედრო ოპერაციები ყველა მიმართულებით აღმოსავლეთ უკრაინაში. და წარმატებულია რუსეთი. ვერაფერი ვერ ხნა. ვერც კოლექტიურმა დასავლეთმა, ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებმა, ვერც ევროკავშირმა იმასთან დაკავშირებით რომ როგორმე რაღაც გარკვეული მიმართულება ამ ფრონტის ხაზზე გაერღვია და რაღაც წარმატებას მიაღწია და მოეშალა ფრონტის ხაზი. ამიტომ მათი ეხლა ამოცანა არის და ეს დიდი ხანია უკვე მათ გეგმაში აქვს რომ საქართველოში გახსნან მეორე ფრონტი. და პირდაპირ ამბობს უკვე განცხადება რო გააკეთა რას ნიშნავდა მისი განცხადება საქართველოსთან მიმართებაში გერმანიის ელჩმა რომ გააკეთა გერმანიის ელჩი კანცლერმა გააკეთა კანცლერმა მერცმა ხო მერცმა გააკეთა ესეთი განცხადება საქართველოსთან მიმართებაში და ეს იმას ნიშნავს რომ პირდაპირ ის პირდაპირ ავალებს თავის ელჩს აქვს საქართველოში რომ მაქსიმალური გააკეთოს იმასთან დაკავშირებით რომ დღევანდელი ხელისუფლება უნდა ჩამოაგდონ და შესაბამისად შემდგომ ძალაუფლება აიღონ ხელში და დაიწყოს შემდეგი პროცესი. როგორ გახსნან მეორე ფრონტი საქართველოში აფხაზეთის მიმართულებით რუსეთის წინააღმდეგ, ხო? ეს უნდათ. ეხლა მათი გეგმა რა არის? თუ კი საქართველოში ისინი მეორე ფრონტს გახსნიან და თუ კი საქართველოში ისინი განახორციელებენ იმ გეგმებს, რომელი გეგმის საფუძველზე საქართველოში დაიწყება საომარი მოქმედებები, ამ შემთხვევაში საქართველოში გაეხსნება გზები ყველა დაქირავებულ მებრძოლებს, ბოევიკებს. და მათ შორის მთლიანად ამ ტერორისტულ დაჯგუფებების, რომელი ტერორისტული დაჯგუფებების დღეს არის ამერიკის შეერთებული შტატების კონტროლის ქვეშ. და შესაბამისად დაიწყება სამხედრო ოპერაციები აფხაზეთის მიმართულებით რუსეთის წინააღმდეგ, ხო? ეს ამათი გეგმა არის. თუ კი საქართველოსთან ისინი მოახერხებენ გახსნიან მეორე ფრონტს და დაიწყება სამხედრო ოპერაციები რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთის მიმართულებით, ხო? ამ შემთხვევაში თვლიან იმას, რომ რუსეთი გარკვეულ ძალებს მოხსნის სამხედრო კონტინგენტებს, სამხედრო ბრიგადებს და ბატალიონებს მოხსნიან ფრონტის ხაზიდან უკრაინის ფრონტის ხაზიდან, აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზიდან და მათი ესე გადაჯგუფება მოხდება სწორედ აფხაზეთის მიმართულებით, რომ მოხდეს შეკავება იმ ძალების, რომელი ძალების საქართველოს მხრიდან ანხორციელებენ სამხედრო ოპერაციებს რუსეთის წინააღმდეგ. და ამ შემთხვევაში ისინი ჩათვლიან უკვე და ფიქრობენ, რომ მოსუსტდება ფრონტის ხაზი იქ უკრაინაში და შესაბამისად მათ ყავთ გადამზადებული სამი ელიტარული ბრიგადა და სწორედ იმ მიმართულებით დაარტყამენ და ეცდებიან ფრონტის ხაზის თავდაცვითი ზღუდეების გარღვევას. და თავდაცვითი ზღუდეების გარღვევის შემთხვევაში უკვე თავისთავად ხადია უკვე ფრონტის ხაზი ჩამოიშლება, ხო? და აქედან გამომდინარე ისინი უკვე დაიწყებენ ოპერაციის მეორე ეტაპს და დაიწყება კონჩეტევითი ოპერაციები. და საქართველოში უკვე ფაქტიურად აქ იქნება ძალიან ისეთი რთული მდგომარეობა, თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა ამ პატარა ქვეყანაში უცხოეყნეს ბოევიკები რომ განლაგდებიან, დაიწყება სამხედრო ოპერაციები აფხაზეთის და რუსეთის წინააღმდეგ, აქ არც კი დაჭირდება რუსეთს სამხედრო ქვედანაყოფების შემოყვანა არც ერთ შემთხვევაში, როდესაც ის დაიწყებს სარაკეტო დარტყმებს, დაიწყებს დრონებით მოქმედებას, რაც დღეს მას აქვს უნიკალურ დონეზე ეს ყველაფერი, ხო? და საქართველოს გაასწორებს მიწაზე. აი ეს იქნება რა, ამას მივიღებთ ჩვენ ამ გერმანიისა და ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული ელჩების გეგმებიდან გამომდინარე. და ეს არის მათი მიზანი. და არა ის რომ მათმა გაანთავისუფლოს საქართველო და არა ის რომ
მათმა საქართველოში ეკონომიკა გააძლიერონ, იყოს პოლიტიკური სტაბილურობა, აბსოლუტურად არაფერი მათ მსგავსი რამ არ აინტერესდა, მსგავსი გეგმები მათ არ გააჩნიათ. მათი გეგმები არის საქართველოში დაიწყოს არეულობა, დაიღვაროს სისხლი, მოკლან ქართველი და ამის საფუძველზე ჩამოაგდონ ხელისუფლება და შესაბამისად შემდგომ დაიწყოს სხვა დანარჩენი იმ გეგმების განხორციელება, რომელიც გეგმების საფუძველზეც უკვე მთლიანობაში საქართველოში იქნება არეულობა და სისხლისრვა. ნურავის ნუგონია, იცოდეთ, თვითფასო მეგობრებო და ჩვენო ქართველო ხალხო, რომ ჩვენ ესე წყარად ვიქნებით სახში და არავინ არ ყველას მოგვაკითხავენ, იცოდეთ. რაც უკრაინაში ხდება, ხომ ხედავთ? ადამიანებს სახში აკითხავენ, ქუჩაში იჭერენ, კათოლიკე ხალხი მიყავდათ, ისე უშობენ წინახაზე და უკრან ზაგრან ატრიადი უდგას და ისინი იმაშვებიან, თუ კი შემოbrunდა უკან რომელიმე ჯარისკაცი პირდაპირ იქვე ეკლავენ. აი ეს გვეხდება ჩვენ, გაიგე და ეს მდგომარეობაში ვიქნებით ჩვენ. ყველა არა აქვს მნიშვნელობა ასაკს, ვისაც კი შეიძლება ხელში იარაღის დაჭერა, ხო, ყველას გათოკილს გაგიყვანებენ წინახაზე, საზარბაზზე ხორცად, სწორედ ეს საელჩოები, ეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ევროკავშირის საელჩო, გერმანიის საელჩო, ინგლისის საელჩო და საფრანგეთის საელჩო. და ესენი გაგვანადგურებენ ჩვენ აქ, იცოდეთ. ამათი გეგმა არის გაანადგურონ ქართველი ხალხი და საქართველოს აქციონ პოლეგონათა. ამიტომ არის რომ ეს ასე აქტიურად და ასე რომეთქი ინტენსიურად და ასე მთელი მობილიზებული არიან იმასთან დაკავშირებით, რომ ამოატრიალონ საქართველოში 4-ში ხელისუფლება. და ძალაუფლება აიღონ ხელში. მოგიწოდებთ საქართველოს მოსახლეობას. კიდევ და კიდევ ვიმეორებ. არჩევნებზე ვიბრძანდით, მიიღეთ მონაწილეობა მშვიდობიანად და სასურველ კანდიდატს და სასურველ პარტიას მიეცით ხმა. ჩვენ გვინდა პოლიტიკური კულტურა და ვაჩვენოთ ჩვენი პოლიტიკური კულტურა სწორედ აი ამ ტერორისტებს, აი ამ მოძალადე ელჩებს, რომელი ელჩები ჩართულია დღეს ამ პროცესებში და ვაჩვენოთ ჩვენი ქართული რომელთვის შემართება. და ჩვენი შემართება ის არის, რომ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ამ მოძალადე ტერორისტული ელჩების წინააღმდეგ, რომელი მოძალადე და ტერორისტული ელჩები დღეს მიზანმიმართულად ანადგურებენ საქართველოს და მიზანმიმართულად დღეს მოქმედებენ იმისათვის, რომ საქართველოს გაასწორონ მიწაზე. გავერთიანდეთ ერთად, ჩვენ არ დაუჭიროთ ამ მცირე პოლიტიკურ ჯგუფებს მხარით, არც ერთ შემთხვევაში ესენი არიან მტრები, ესენი ნაყიდი აგენტები არიან სულ ყველა. ის პოლიტიკური პარტიები, რომელი პოლიტიკური პარტიები დღეს აანონსებენ რევოლუციას, ესენი არიან სულ ყველა ნაყიდი აგენტები. მათ უხდიან ფულს იმაში, რომ საქართველოში დაიწყოს ომი და შემდგომ ამ აგენტის უკვე გაყვანა მოხდება ქვეყნიდან და შესაბამისად ჩაენაცვლება მათ სხვა აგენტები, ეს შეიარაღებული აგენტები, რომლებიც იმოქმედებენ საქართველოში და დაიწყება ბრძოლა საქართველოში და დაიწყება ომი საქართველოში და ომი ჩვენ თუ დღეს საქართველოში დაუშვით, ხო? ჩათვალეთ რომ საქართველო განადგურდებოდა, ვეღარასდროს ვეღარ წამოდგება ფეხზე. კიდევ ვიმეორებ, ვიყოთ ფხიზლად, ვიყოთ ძალიან მობილიზებული და შემართებული იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მოძალადეებს არ მივცეთ განძლევის საშუალება. ჩვენ კიდევ მზათა ვართ. ის სამხედრო კონტინგენტი, ის პოლიციელები, ის უშიშროების მებრძოლები, სპეცნაზელები, რომლებიც თადარიგში ვიმყოფებით, ყველანი მზათა ვართ იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საჭიროება მოითხოვს, ჩვენ დავდგეთ შესაბამის ქვედანაყოფებთან და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ამ ტერორისტებისაგან და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ ამის გეგმებიც გვაქვს და ჩვენ ამის მოქმედების საშუალებას და ამის მოქმედების ნებაც და სურვილიც გაგვაჩნია იმ შემთხვევაში თუ კი ესენი ქვეყნის წინააღმდეგ დაიწყებენ მოქმედებას და ეხლა ან გამოდიან იქ სოციალურ ქსელებში ვიღაცები და აანონსებენ და ამბობენ რომ აი ჩვენ მებრძოლები, ჩვენ სამხედროები, ჩვენ პოლიციელები, გამოცდილები ვართ შექმნილი უკვე ჯგუფები, რომელი ჯგუფებიც დაიწყებენ მოქმედებას და ძალაუფლებას აიღებენ ხელში, ჩამოაგდებენ ხელისუფლებაზე. ვიცით ბატონებო, რომ შექმნილი გაქვთ ჯგუფები. ვიცით თქვენ გეუნებით სულ ყველას იმ ყოფილ სამხედროებს და პოლიციელებს და იმას, რომლებიც გამოქცეულები ხართ, და ყველაფერი ვიცით. ვიცით აქ უკრაინული დესანტი, რომელიც საქართველოში იმყოფება და მათ შორის ამ უკრაინულ დესანტს ხელმძღვანელობს ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც უკრაინის სპეცსამსახურების მეშვეობით მოახდინა დესანტის გადმოსვლა საქართველოში. და დღეს არის ეს უკრაინული დესანტი განთავსებული საქართველოში და პირდაპირ დირექტივებს ღებულობენ ზელენსკიდან. უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ჩართული არის აი ამ გეგმაში
და უკრაინის პრეზიდენტი და მისი სპეცსამსახურები უშუალოდ მართავენ სიტუაციას სწორედ უკრაინულ დაჯგუფებებთან მიმართებაში. ამიტომ ვერც უკრაინულ დესანტს გამოუვა ვერაფერი დღეს საქართველოში, ვერც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ შემოყვანილ ტერორისტებს, იგლის ტერორისტებს, ვერც გერმანიის საელჩოს გამოუვა ვერაფერი, რომელმაც შემოიყვანა პოლონეთიდან მომზადებული ზონდებ დაჯგუფებები, ვერც ინგლისის საელჩოს გამოუვა ვერაფერი, რომელიც მოამზადა იქ ზონდერებიდან შემოიყვანა, ვერც გერმანიის საელჩოს გამოუვა, რომელიც ხელმძღვანელობდა ფაქტიურად ამ მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში და ვერც ევროკავშირის საელჩოს. მე მინდა ხელისუფლებას უთხრა და თხოვო და მოუწოდო. ძვირფასო ხელისუფლება, ჩვენ გვინდა მშვიდობა. მშვიდობის გარანტი ხართ თქვენ და მშვიდობის გარანტი რომ ზანდებით ჩათვალეთ რომ ამ მდგომარეობაში, ამ სიტუაციაში და აი ამ ბრძოლაში ვართ ჩვენ ყველანი ერთად, მთელი საქართველოს მოსახლეობა. როდესაც ჩატარდება არჩევნები და ჩატარდება ძალიან კარგად და მშვიდად, იცოდეთ, მარტო ჩემი პირადი სურვილი კი არ არის. საქართველოს მოსახლეობის 98% სურვილი არის. დაიწყეთ სასწრაფოდ საქართველოში სპეცოპერაციები, დაიწყეთ დაპატიმრებები იმ დაჯგუფებების, რომელიც არის საქართველოში შემოსული იმისათვის, რომ დაღვარონ ქართული ხალხის სისხლი და დააპატიმრეთ ყველა ელჩი, რომელი ელჩიც ჩართული ამ პროცესებში და ღიად აფიქსირებს თავიანთ პოზიციებს აი ამ სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით. ეს უნდა გააკეთოთ აუცილებლად. რატო ეს თქვენ არ გააკეთეთ, იცოდეთ? ჩვენ დავიწყებთ აეროპორტების ბლოკირებას, დავიწყებთ სატრანსპორტო იმას მაგისტრალების ბლოკირებას და ვერ გაგვასწრებენ, მაგენი ვერსად ვერ გაგვასწრებენ. საზღვრები ავიყვან და მივხედავთ საქართველოს მოსახლეობას სწორედ ამ ტერორისტებს და ამ ბანდიტებს და ამ მკვლელებს და გავასამართებთ ჩვენ. ამიტომ ჯობია რომ გაასამართლოთ თქვენ, მით უმეტეს კანონი გალიოთ ამის უფლებას და სასწრაფო წესით დაიწყეთ მათი დაპატიმრებები და მათი რომ მიტყვი იზოლაცია იმისათვის რომ შემდგომში კიდევ კვლავ არ დააემოქმნონ საქართველოს და კვლავ არ შეუქმნან საქართველოს საფრთხე და არ შეუქმნან საქართველოს მოსახლეობას საფრთხე იმასთან დაკავშირებით რომ მათთან არ დაიწყონ და არ განახორციელონ თავიანთი ბინძური გებგები ამ ქვეყანაში. აი ეს არის ბატონო თენგის ჩემი განცხადება დღეს და ჩემი რომ მიტყვი მოწოდება საქართველოს მოსახლეობის მიმართ, ჩემი მოწოდება შესაბამის სამსახურებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების სამსახურებზე და ჩემი მოწოდება ჩემ თანამებრძოლებზე, ჩემს თადარიგის ყოფ ოფიცრებზე და სამხედროებზე რომ გავერთიანდეთ და ერთად ვიყოთ. დავიწყოთ მომზადება იმასთან დაკავშირებით, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, დავიცვათ ჩვენი ერი, ბერი და არჩევნები ჩავატაროთ მშვიდობიანად. ეს არის აუცილებელი და პირველი რომ მიტყვი ამოცანა ჩვენი. დიდი მადლობა ბატონო ტრისტან, ეს იყო სპეციალური გამოშვება, კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობთ.